თუ არაფერი არ გტკივა, არ ნიშნავს რომ ავად არ ხარ, რადგან დაავადებების უმეტესობა არ ვითარდება დრამატულად და ფილმურად, რომ ადამიანი წაიქცეს და იგრძნოს, რომ რაღაცა სასწაული მას შემაწუხა. პირიქით, დაავადებების უმეტესობა ვითარდება ჩუმად, ვერაგად და პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ორგანიზმი აკომპენსირებს ბევრ დაავადებას იქამდე, სანამ აღარ შეუძლია და როცა აღარ შეუძლია და მაშინ სიმპტომებს გრძნობს, საქმე უკვე ცუდად არის. მაგალითად, მაღალი წნევა როცა აქვს ადამიანს, შეიძლება 20 წლის განმავლობაში არაფერი არ იყოს და პირველი სიმპტომი, რითიც ის მაღალი წნევა გამოვლინდეს ბოლოს, იყოს ინფარქტი ან ინსულტი. ან დიაბეტი, მაღალი გლუკოზა შეიძლება სისხლში იყოს დიდი ხნის განმავლობაში და გამოვლინდეს მაშინ უკვე როცა მხედველობას დაზიანებულია თირკმელებიც და შინაგანი ორგანოებიც, რადგან მაღალი გლუკოზა აზიანებს და თირკმლის დაავადება სიმპტომები არ აქვს უმეტესად წლების განმავლობაში იქამდე, სამ ადამიანს შეშუპება არ დაემართება ფეხების და მნიშვნელოვნად ვერ ნახავს თირკმლის დაზიანებას და როცა გებულობენ ხოლმე თირკმელი ისე დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია და შეიძლება მხოლოდ 30% გაიყოს დარჩენილი თირკმლის ამ დროს მოფუნქციონირება. ზუსტად ამიტომ მე გეტყვით 7 ნიშანს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს დაავადებაზე, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს და ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. პირველი ნიშანი არის ხშირი ჩალურჯებები. ადამიანებს ეშინიათ მისი, რადგან ასოცირებულია ხოლმე სისხლის ცუდ დაავადებებთან, მაგალითად ლეიკემიასთან და ადამიანს რომ ჩალურჯებები ემართება ხელზე ან კანზე ან ფეხზე, ეშინიათ ამისი და მაგრამ ყოველთვის საშიში არ არის და გეტყვის როდის არ არის საშიში და როდის საშიშია. მაგალითად თუ რამეს მიარტყი და დაგავიწყდა, იდაყვი ფეხი, ხელი, საშიში არ არის, ყველა ადამიანს ემართება. თუ სპორტზე დადიხარ, ვარჯიშობ, ცეკვა, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ და საღამოდ აღმოაჩენ რაღაც ჩალურჯებას, როგორც წესი საშიში არ არის. თუ ასაკოვანი ადამიანი ხარ, ასაკოვან ადამიანებს კანი უთხელდებათ ხოლმე და ანუ ხელზე ან ფეხზე სადმე ჩალურჯებას თუ აღმოაჩენ, როგორც წესი საშიში არ არის, რადგან სისხლძარღვებს უფრო მსხრევადი ხდება და ადვილად ჟონას იქიდან სისხლი და კანიც უფრო თხელდება და ეს ჩალურჯებები უფრო მეტად ჩანს. ასევე ქალები უფრო მეტად მიდრეკილები არიან ხოლმე ჩალურჯებებისკენ, ჩალურჯება იგივე სისხლჩაქცევა, წვრილი სისხლძარღვები ზიანდება უფრო ადვილად და ამიტომ არის რომ ქალებს ბარძაყზე, დუნდულოებზე, მკლავებზე, ხელებზე, მხრებზე შესაძლებელია ჰქონდეთ ჩალურჯებები უფრო მეტად. ახლა ვთქვათ, როდის არ არის ნორმალური ჩალურჯება. ჩალურჯება არ არის ნორმალური, თუ ერთბაშად ვითარდება ყველგან რამე ცნობილი ტრამვის გარეშე, ან თელს ხეულზე სხვა ადგილებზე თუ ვითარდება, ეს თრომბოციტების პრობლემას შეიძლება მიუთითებდეს. თრომბოციტები აუცილებელია იმისთვის, რომ თუ კი კანი მცირედ ზიანდება, ან სისხლძარღვი მცირედ ზიანდება, წვრილი სისხლძარღვები, კაპილარები ხდება ძალიან გამავალი და სისხლი ჟონავს იქიდან. რა ეს თრომბოციტები აუცილებელია იმისთვის, რომ ჩაკეტონ ეს სისხლძარღვი და აღარ გამოჟონოს სისხლმა. მაგრამ თუ კი თრომბოციტების რაიმე პრობლემა აქვს, შესაძლებელია, რომ ამ დროს ადამიანს ემართებოდეს სისხლჩაქცევები ყველგან ან ბევრ ადგილას, რადგან თრომბოციტების პრობლემა აქვს და ეს ხდება ხოლმე ძვლის ტვინის პრობლემის დროს, ზოგჯერ ინფექციების დროს. მეორე სცენარი, როცა სისხლჩაქცევები ვითარდება და საშიშია, არის როცა სისხლჩაქცევები პლუს ცხვირიდან სისხლდენა, ღვიძლებიდან სისხლდენა, მენსტრუალური სისხლდენა, როცა ძლიერია და შარში როცა სისხლია. ანუ ეს კომბინაცია აქედან რამდენიმე თუ არის, შეიძლება მიუთითებდეს რამდენიმე პრობლემაზე. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადება, შეიძლება სისხლის დაავადება იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ადამიანი სისხლის გამათხიერებლებს სვამდეს, წამლებს და მაგის გამო იყოს სხვა გულის მიზეზებით მაგალითად და მერე ვითარდებოდეს. თუმცა ყურადსაღებია, რომ ეს კომბინაცია, როცა არა მარტო უბრალოდ სისხლჩაქცევები ვითარდება ადამიანს, არამედ ცხვირიდან, ღვიძლებიდან და მენსტრუალური სისხლიდან ძლიერია ან შართან ერთად სისხლია, ყურადღება მისაქცევია. მესამე სისხლჩაქცევა, რომელიც საყურადღებო არის, სისხლჩაქცევა პლუს სისუსტე, პლუს სიფერმკრთალე, ცხელება, დაბალი სიცხე, 37 მაგალითად, ხშირი ინფექციები, ძვლების ტკივილი და წონაში თუ იკლებს ადამიანი, ეგ ახასიათებს ლეიკემიას, ლეიკემიის კომბინაციაა ეგ. ამიტომ თუ ესეთი სიმპტომები აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ყურადღება, ძალიან ყურადღებაა საჭირო, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ლეიკემია და ეგ საშიშია, რა თქმა უნდა. ძირითადად ეს ადამიანებს აქვს სისუსტე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირი ინფექციები, რადგან სისხლის თეთრი უჯრედები ნაკლებია. მეორე ნიშანი არის დილის თავის ტკივილები. დილის თავის ტკივილი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, და ეს არ ნიშნავს, რომ საგანგაშოდ და მაინც-მაინც ტვინის სიმსივნეზე ვიფიქრ მაშინვე, სხვა ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს და გეტყვით რა მიზეზები. პირველი არის, რომ მაგალითად ცუდად გეძინა, შესაძლებელია, რომ ფრაგმენტირებულად ცუდად გეძინა და დილის თავის ტკივა. ეს შესაძლებელია.
ხშირია. მეორე არის დეჰიდრატაცია, ანუ სითხე ნაკლები სითხე აქვს შენს ორგანიზმს და როცა ნაკლები სითხე აქვს, უფრო სისხლის მოცულობა არის შემცირებული, სისხლძარღვების ტონუსი გაძლიერებული და ამას შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს, ესეც შესაძლებელია. ასევე თუ თავისუფლად გედო, ესეც არნიშნავს რომ რაღაც საშინელება ხდება. ან სტრესი და შფოთვა, ალკოჰოლი და ღამე ბევრი სჭამა, ან კოფეინიდან ზოგჯერ ყავას რომ აღარ სვავ პირიქით, მაგან შესაძლებელია გამოიწვიოს, ანუ სისხლძარღვების ცვლილებას იწვევს, სისხლძარღვების შეკუმშვის ცვლილებას და მაგან შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს. ამიტომ ბევრ შემთხვევაში და ეს უმეტესი შემთხვევებია, თავის ტკივილი დილით ნორმა, მაგრამ როდის არ არის ნორმა. თავის ტკივილი არ არის ნორმა, როცა ასოცირებულია ძალიან მაღალ წნევასთან. ოღონდ ეს ძალიან მაღალი არის 140. ადამიანს თავი ტკივას და 140 წნევა რო აქვს, ამბობენ რომ წნევის გამო ტკივა თავი. როგორც წესი 90% ადამიანებისაც წნევის გამო თავი არ ტკივა. თავი ტკივა უბრალოდ ცალკე და წნევა აქვს ცალკე. მაგრამ თუ კი 180 და მეტია წნევა და ადამიანს თავი ტკივა, ეგ არის ნამდვილად. კი, შესაძლებელია რომ თავის ტკივილი გამოიწვიოს წნევა და ეგ სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა და სასწრაფო ჰოსპიტალიზება ეგეთ დროს საჭირო. მეორე თავის ტკივილი როდესაც საყურადღებო თუ ძლიერი თავის ტკივილი აქვს ადამიანს და თან თუ ბუნდოვნად ხედავს და წნევაც მაღალი აქვს, მაშინ შეიძლება რომ საშიში იყოს, იმიტომ რომ რეტინის ან ბადურის ცვლილებები წავიდეს აი ამ მაღალი წნევის გამო და დაზიანდეს ოპტიკური ნერვი და ამ შემთხვევაში საყურადღებო ასევე და ნიშნულოვანია და ეს უბრალოდ თავის ტკივილი არ არის. მესამე ვარიანტი, როცა თავის ტკივილი დილით ნორმა არ არის. თუ ღამე ხმამაღლა ხრინავს ეს ადამიანი ძირითადად ჭარბწონიანია, მოხრშობის შეგრძნება შეიძლება ქონდეს ღამე, მერე იღვიძებს, ძილი უკრთება, პირის სიმშრალე, დღის განმავლობაში ეძინება, ეს არის ობსტრუქციული ძილის აპნეა, რაც მოქმედებს მთელს ორგანიზმში ძალიან დამანგრევლად, იმიტომ რომ ღამე ფრაგმენტურებულად ძინავს ამ ადამიანს გზა და გზა ეღვიძება მოკლედ, იმიტომ რომ ეს სუნთქვა უწყდება უწყდება შემდეგ იღვიძებს ეს ადამიანი და წესიერად ვერ ძინავს მოკლედ და დილის თავის ტკივილის მაგის ეს ნიშანია. დილის თავის ტკივილის პლუს ღებინება და პროგრესიულად თუ უარესდება ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში, ეს ნიშნავს სერიოზულ პრობლემას, ეს ნიშნავს რომ თავში წნევაა მომატებული და რაღაცა მასა არის მაშინ, ან ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ეს იყოს სიმსივნე, შეიძლება კეთილთვისებიანიც მათ შორის, შეიძლება ავი, შესაძლოა ამას ვერ ვიტყვით ზუსტად, მაგრამ ფაქტი ის არის რომ როცა წევს ადამიანი, წნევა ისეაც იზრდება გრავიტაციულად თავის ტვინში და კიდე თუ რამე მასა აიქ, ის აწვება და ეგ იწვევს აი ამ სიმპტომებს და მაგის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მეხუთე ნიშანი არის, თუ კი თავის ტკივილები აქვს, დილის თავის ტკივილი აქვს ადამიანს და აქვს სისუსტე, დაბუჟების შეგრძნება, ვერ ლაპარაკობს, დაბნეულობა, მხედველობის გაუარესება, ეს შეიძლება იყოს ნიშანი ინსულტის ახასიათებს ესეთი რაღაცა, ან ზოგჯერ არის ხოლმე რომ მაგალითად სისხლჩაქცევა ტვინში, ესეც შესაძლებელია იყოს. თუმცა უფრო მეტად ინსულტის ნიშანია ხოლმე ეგეთ კომბინაცია. ანუ აქ მთავარი რაც უნდა წაიღოს ადამიანმა ისაა რომ მოკლედ დილის თავის ტკივილი ძირითადად არაფერი არ არის, მაგრამ თუ თავის ტკივილი ასოცირებულია ღებინებასთან, მაღალ წნევასთან, ძილის აპნეასთან და ძალიან ძლიერ ნევროლოგიურ სიმპტომებთან, აი ხელების დაბუჟება, ვერ ლაპარაკობს ადამიანი და ესეთ სერიოზულს, რომელსაც გარე ადამიანი შეამჩნევს, თუ ასოცირებულია საყურადღებოა, ასევე მხედველობის ცვლილებებთან, ან თვალები თუ ბუნდოვანი თუ ხდება ხედვა. მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი არის, როცა ადამიანს აქვს აუხსნელი დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება, ხო ეს მნიშვნელოვანია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად პასიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, რომ მათთვის მცირე ფიზიკური დატვირთვაც კი ძნელია. ეს ნორმა, ანუ ნორმა არ არის, სასურველი არ არის უბრალოდ, მაგრამ დაავადება არ არის. თუმცა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ამან. ვარჯიში ამიტომ საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ უბრალოდ ადამიანი გავარჯიშებელია, ხო შეიძლება ადვილად იღლებოდეს. მეორე მნიშვნელოვანი არის, რომ შეიძლება ქონდეს ვირუსული ინფექცია და თუ ვირუსული ინფექცია აქვს, ადამიანს აღდგენის პერიოდში განსაკუთრებით ჭირდება დრო, ფილტვებსაც, ბრონქებსაც, ადამიანსაც საერთოდ რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან და აი ეს სისუსტეები დაძლიოს და ჩვეულებრივი ამბავია მოკლედ. თუ ადამიანს ასევე აქვს შფოთვა და პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება, ჩვეულებრივი ამბავია, გითხრას რომ ვერ სუნთქავ, ჰაერი არ მყოფნის რაღაცები და ჩქარა დაიწყოს სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება, გულმკერდის მიდამოშთია, ესეთი რაღაცები რომ დაიწყოს, როგორც წესი, ეგ არის შფოთვის და პანიკური შეტევების ნიშანი. ასევე თუ მაგალითად ძალიან სიცხეშია, ან დეჰიდრატაცია, წყლის ნაკლებობა აქვს ადამიანს, შესაძლებელია რომ ეგეთი სიმპტომები ქონდეს, დაღლილობა, უჩვეულო და ისა სუნთქვის გაძნელება და ესეთები შესაძლებელია
შესაძლებელია, იმიტომ რომ გულს უწევს მეტი მუშაობა იმისთვის, რომ ეს შემცირებული სითხე კარგად განატუმბოს სისხლზე საუბარი რა თქმა უნდა. და ასევე თუ ბევრად მეტ რამეს აკეთებ, ვიდრე აკეთებდი, ხო, როდესაც ძალიან გადატვირთავ შენს ორგანიზმს იმის იქით, რასაც ნორმა, შენთვის ნორმა იყო, შესაძლებელია დაიღალო და ეს დაღლილობა განსაკუთრებულს არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ რა შემთხვევაში არ არის ნორმა დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება. თუ სუნთქვა გიჭირს ყოველდღიურ აქტივობებზე, ეს არის გულის დაავადების პირველი ნიშანი და ფილტვების დაავადების პირველი ნიშანი. ზოგჯერ ანემიის ნიშანიც არის. ეს ნიშნავს, რომ აი ისეთ ფიზიკურ აქტივობაზე, მაგალითად ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება მთელი ქალაქი შემომიარა და დღეს მაგალითად აქედან სკოლამდე ხო ვერ მივედი, რომ ბავშვი გამომეყვანა. ანუ ეს არის პრობლემა. როცა ისეთ ფიზიკური აქტივობები, რასაც 1 წლის წინ აკეთებდი მშვენივრად და ეხლა ვეღარ აკეთებ, ეგეთი რაღაცეები არის პრობლემა, თუ ადამიანი განსაკუთრებით ასაკშია და თუ გულის პრობლემები აქვს, იცის ეგ ხო საერთოდ. თუ მაგალითად ადამიანი ვერ სუნთქავს, დისპნეა აქვს და ზეწოლის შეგრძნება აქვს გულმკერდის მიდამოში. ეგეც პრობლემაა, ეგ შეიძლება მიუთითებდეს კორონარულ დაავადებაზე გულის არტერიების, შეიძლება არტერიები შევიწროებული იყოს ათეროსკლეროზის გამო და გულს არ მიეწოდებოს საკმარისი რაოდენობით სისხლი. ამიტომ გულის გამოკვლევა მაგ დროს საჭირო. ან ზეწოლის შეგრძნება, განსაკუთრებით ფიზიკურ აქტივობაზე თუ აქვს ადამიანს და სუნთქვის გაძნელება მნიშვნელოვანია. უჩვეულო სუნთქვის გაძნელება თუ აქვს და ფეხების შეშუპება. ეგეც მნიშვნელოვანია. უჩვეულო გაძნელება რატო? ან ფეხის შეშუპება თუ აქვს ერთის, შეიძლება იყოს ღრმავენების თრომბოზი და იმიტომ და თუ ორივე ფეხის შეშუპება აქვს, შეიძლება იყოს გულის უკმარისობა და იმიტომ განსაკუთრებით თუ ადამიანი ასაკშია. თუ სუნთქვის გაძნელება აქვს ადამიანს, ასევე თავბრუსხვევა აქვს, გულის წასვლის შეგრძნება აქვს და არარეგულარული გულის რითმი აქვს, განსაკუთრებით გულის ცემა ესმის. ეს შეიძლება ნიშნავდეს არითმიებს, არითმია შეიძლება გამოიწვიოს ანემიამ, ფარისებრმა ჯირკვალმა, გულის დაავადებებმა, სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ამ დროსაც საყურადღებო, ანუ თუ კი ეს სუნთქვის გაძნელება დაკავშირებულია სისუსტესთან, თავბრუსხვევასთან, გულის წასვლის შეგრძნებასთან. თუ ეს სუნთქვის გაძნელება დაკავშირებულია ასევე დიაბეტთან, მოწევასთან, თირკმელების დაავადებასთან, ესეთი ისტორიები, სერიოზული ისტორიები დაავადების თუ აქვს, მაშინ საყურადღებოა, რადგან გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკზე მიუთითებს. ამიტომ მარტივი წესი რო დავიმახსოვროთ ამ შემთხვევაში, თუ კი ნორმალურ ყოველდღიურ ქმედებებს ჭირდება მეტი ძალისხმევა შენგან და ქოშინებ პატარა რაღაცეებზე, რაც ადრე არ ქოშინებდი, ეგ საყურადღებოა მოკლედ. თუ შფოთვის დროს ქოშინებ, ეხა ეგ შფოთვის დროს ყველა ქოშინებ. შემდეგი მნიშვნელოვანი სიმპტომი არის აუხსნელი წონაში კლება. აუხსნელი წონაში კლება ნიშნავს, რომ ადამიანი 6 თვის განმავლობაში დაიკლებს 5 კილოზე მეტს, ისე რომ მას არ უნდოდა. ზოგ შემთხვევაში ხა ეს შეიძლება იყოს ნორმა. მაგალითად, თუ ხა შენ ჯანსაღ კლებაზე გადახვედი, მოძრაობა დაიწყე, კალორიების დეფიციტი შეგეხნა წონაში იკლებს, შეიძლება იფიქრო, აი ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიწყო და დაიწყო წონაში კლება. ეს შესაძლებელია, კარგია, მისასალმებელია. თუ თხევადი კალორიების მიღება შეწყდა, მაგალითად თუ ადრეს ვამდი წვენებს, კოლას, შაქრიანს და ესეთ რაღაცებს და ეხლა თქვი რომ არა მორჩი აღარ ხო და წონაში დაიკლე. ესაც შესაძლებელია, ნორმალურია. ინფექციების მერე ნორმალურია, თუ გაცილებული იყო ადამიანი, ვირუსული ინფექცია ქონდა, ან გრიპი ქონდა, კოვიდი ქონდა, დაკარგა ის ყნოსვა, დაკარგა აპეტიტი, მადა და აღარ ჭამდა საჭმელს და მერე დაიკლო წონაში, ესეც ვიცით და დროებითია, შესაძლებელია, ხშირია. როცა წყალს და გლიკოგენს კარგავს ადამიანი, თუ ერთბაშად ქონდა ფიზიკური აქტივობა, მოკლედ იმ დღეს თუ არაფერი არ შეჭამე და თან წყალის ნაკლები დალიე, მეორე დღეს შეიძლება 3 კილოსი ნაკლები იყო. ესაა გლიკოგენი და წყალი და ეს ძირითადად პრობლემა არ არის. ასევე თუ ვიღაცა შეკრებების პრობლემა ქონდა სერიოზული და მოაგვარა წყალი და განავალი დაიკარგა და შეიძლება დაიკლოს 1-2 კილო და ესეც შესაძლებელია. ეხლა როდის არ არის ნორმა? წონაში კლება, აუხსნელი წონაში კლება არ არის ნორმა, განსაკუთრებით თუ ასაკოვანი ადამიანი, მაშინ და თუ აქვს ღამის ოფლიანობა, ახლა ვთქვათ, როდის არ არის ნორმა აუხსნელი წონაში კლება. თუ კი ადამიანი წონაში იკლებს, მაგრამ აქვს გაზრდილი მადა, აქვს გულიცემის აჩქარება, კანკალი, შფოთვა, უფრო ნერვიული გახდა, ეს არ არის ნორმა. შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს ჰიპერთიროიდიზმი ან უკონტროლოს დიაბეტი. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია იყოს. თუ ადამიანმა წონაში დაიკლო, მაგრამ გაძლიერებული წყურვილი აქვს, გაძლიერებული შარდვა აქვს, ძლიერი შიმშილი აქვს, დაღლილობა აქვს და ბუნდოვნა ხედავს დიაბეტია. ანუ დიაბეტის დროს მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი ძალიან დაკავშირებულია წონის მატებასთან, ჭარბწონასთან, პირიქით, წონის კლება შეიძლება იყოს დიაბეტის ნიშანი. წონის კლება შეიძლება კი არა, ბევრი ადამიანს დიაბეტი უდგინდება მაშინ, როცა წონაში იკლებს. აუხსნელი წონაში კლება აქვს და დაიკლო 20 კილო, არ და ჭამთა თან ტკბილებს, ჭამთ მაინც დაიკლო 20 კილო, ხო, იმიტომ
ორგანიზმი შიმშილობდა. თუ წონის კლება დაკავშირებულია ცხელებასთან, ღამისოფლიანობასთან, ქრონიკულ ხველასთან, სისუსტესთან, ლიმფური კვანძების გადიდებასთან, შეიძლება იყოს ტუბერკულოზი ეფიტოების დაავადება საყურადღებოა, რთული სამკურნალოა, თუმცა დღევანდელ პირობებში მისი მკურნალობა შესაძლებელია. თუ წონის კლება დაკავშირებულია ქრონიკული დიარეასთან, ფაღარათთან და უფრო ცხიმოვან განავალთან და აი საკვების პრობლემებთან და მონელების პრობლემებთან შეიძლება მალაბსორბცია იყოს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იყოს, ნაწლავის ანთებითი დაავადება იყოს, ანუ მოკლედ საჭმლის მონელების სისტემის დაავადებებს შეუძლიათ რომ ადამიანმა დაიკლოს წონაში მაშინ როცა არ უნდოდეს. და შემდეგი ნიშანი არის რომ სპეციალურ პატერნად გამოყავია ეს, რომ სიმსივნესთან დაკავშირებული წონის კლება რაც არის, ამ დროს წონის კლება იკლებს, მადაც იკლებს ამ დროს დაღლილობა, ღამისოფლიანობა აქვს ადამიანს, ცხელება აქვს, შეიძლება სისხლი იყოს შარშიან განავალში, მუდმივი ხველა შეიძლება ქონდეს, ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება ქონდეს, ან ყლაპვის გაძნელება ქონდეს, ან მუცლის ტკივილი ქონდეს, ან ლიმფური კვანძების საზარდულის მიდამოში შეიძლება ქონდეს გადიდებული, ან სხვა ადგილებში, ანუ ეს სიმპტომების კომპლექსი შეიძლება მიუთითებდეს უფრო მეტად სიმსივნეზე, რომელიც სხვა ადგილებში შეიძლება იყოს სიმსივნე ამ დროს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის, რომელმაც უცებ დაიკლეს მივარდა, მადარა აქვს, დაღლილობა აქვს, ღამისოფლიანობა აქვს, ცხელება აქვს, სისხლის შარშია და შეიძლება არც იყოს ეს სისხლი, ან ახველებდეს, ან სხვადასხვა სიმსივნეებმა ის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს. ამითია გამოწვეული, რომ ადამიანებს რაღაცნაირი შიში აქვს იმისი, რომ ჩვენ რაღაცა არ უნდა დავიკლოთ, ბებიებს და ბაბუებმა იცოდნენ ხოლმე რა, რომ რაღაცა რო იკლებ ეშინიათ, იმიტომ რომ რატო ეშინიათ, იმიტომ რომ ადრე ვინც იკლებდა, მე მალე კვდებოდა და ეს იციან, ამათ ჩაბეჭდი აქვს თავში და ამიტომ რომ ესე ეშინიათ ძველ ხალხს რაღაცნაირად წონის კლების. და შემდეგი ნიშანი არის ღამისოფლიანობა. ღამისოფლიანობა როდის არ არის საშიში, თუ გარეთ ცხელა, რაღაც სკელი საბანი გაფარია, თბილი მოგაცვია, საშიში არ არის მოკლედ, ან სტრესი გაქვს, შფოთავ, რაღაც ცუდი გესიზმრა, ემოციურად დაძაბული ხარ, საშიში არ არის, სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურება მოხდა, მაგ დროს და ის ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია, სტრეს რეაქცია ჩაერთო და გაუფლენი, ეგ არ არის პრობლემა. თუ კი ვირუსული ინფექცია გაქვს, ან გქონდა, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ხშირად იცის ესე ვირუსული ინფექციების დროს, სასუნთქი გზების ინფექციების დროს, ჰორმონული ცვლილებები თუ აქვს ადამიანს მაგალითად პრემენსტრუალური ცვლილებები, ორსულობა, ძუძუსიკვება, პერიმენოპაუზა, მენოპაუზა, მენოპაუზის შემდგომი პერიოდი, ანუ მენოპაუზა რომ დადგება, მე მაგას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ჰორმონული ცვლილებების გამო შეიძლება ოფსიონალის ადამიანი თუ საკვები მიიღო ზედმეტად, ალკოჰოლი მიიღო, ღამე ივარჯიშა, ზოგიერთმა წამლებმა და კოფეინმა შეიძლება იცოდეს ღამისოფლიანობა. ეხლა როდის არ არის ნორმალური, თუ კი ღამისოფლიანობა, ძლიერი ღამისოფლიანობა დაკავშირებულია აუხსნელ წონაში კლებასთან ერთად, შეიძლება იყოს ლიმფომის ნიშანი, სიმსივნის ნიშანი, ან ქრონიკული ინფექციების ნიშანი. ღამისოფლიანობა თუ აქვს ადამიანს და პლუს ცხელება პლუს ქრონიკული ხველა, განსაკუთრებით მშრალი ხველა, მომშრალო ხველა, შეიძლება სისხლიანი ნახველიც გქონდეს, არა მარტო მომშრალო მოკლედ. შეიძლება ეს იყოს ტუბერკულოზის ნიშანი, ამიტომაც აქაც ყურადღება ასაჭირო, ან ტუბერკულოზი განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომელსაც არ აქვს სათანადო პირობები, თუმცა შეიძლება ძალიან სათანადო პირობები გქონდეს და ტუბერკულოზი მეტ დაიმართოს ადამიანს, დაზღვეული არავინ არ არის მაგისგან და მისი ნიშნებია ცხელება, ღამისოფლიანობა, წონაში კლება, ესეც დაღლილობა, მადის დაკარგვა და ხველა. ღამისოფლიანობას პლუს გადიდებული ლიმფური კვანძები თუ გადიდდა და მტკივნეული არა ეს ლიმფური კვანძები და გადიდდა, შეიძლება ლიმფომა იყოს, ამიტომ ეს საყურადღებოა, განსაკუთრებით თუ კი არის მუდმივი, ზრდადი და სიცხე აქვს და წონის კლება აქვს და ღამისოფლიანობა აქვს ადამიანს, ეს შესაძლებელია რომ იყოს ლიმფომა, ამიტომ ამასაც ყურადღება ჭირდება და თუ კი ღამისოფლიანობა აქვს ადამიანს, გულისცემა აჩქარებულია, ტრემორი ან კანკალი და სიცხეს ვერ უძლებს ადამიანი ფოთვა აქვს, წონის კლება, ეს ჰიპერთიროიდიზმია, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება. და ბოლოს შებერილობა როდის არის ნორმა და როდის არა. თუ ბევრი ჭამე მოკლედ ადამიანმა შებერილობა აქვს ნორმა, თუ გაზიანის სასმელები დალია ნორმა, რადგან გას გადაყლაპავდა წნევა იქმნება, ასევე ლობიოს შემდეგ ყაბაყი და პარკოსნები მოკლედ ნებისმიერი ხახვი, რძე,
ხორბალი მაგათ შეფერილობა იციან ნაწლავში ამ ნახშირწყლების ფერმენტაციის გამო და ბოჭკოვანის გამო მოკლედ შესაძლებელია იყოს მენსტრუაციის წინ შეფერილობაც ნორმაა, იმიტომ რომ მენსტრუაციამდე იცის ეს პროგესტერონი ახდენს სისხლარღვების და ნაწლავების რელაქსაციას მოკლედ და ისე აქტიურად აღარ გადააძლევიან და იცის შეფერილობა თუ ადამიანს შეკრულობა აქვს იცის შეფერილობა და ნორმა არაა, მაგრამ ცნობილია ეს, როდის არ არის შეფერილობა ნორმა მოკლედ. თუ ადამიანს აქვს შეფერილობა და წონაში იკლებს, ეს შეიძლება მიუთითებდეს მალაბსორბციაზე, მაგრამ შეიძლება მიუთითებდეს უფრო ცუდ რაღაცებზე, მაგალითად ქრონიკულ ინფექციაზეც და სიმსივნეზეც, განსაკუთრებით თუ ასაკოვნებზეა საუბარი და ადამიანი თუ ძალიან მივარდნილი ხდება ამ კუთხით. თუ კი შეფერილობას პლუს სისხლია განავალში, შეიძლება ნაწლავის ანთებით დაავადებად მიუთითებს ან პოლიპებზე ან ბუასილზე და ესეც არც ერთი არ არის ნორმა, დაავადება ყოველ შემთხვევაში და მკურნალობა ჭირდება და თუ კი ადამიანს აქვს შეფერილობას პლუს მუდმივი ღებინება, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ სადმე არის ბლოკადა, ვერ გადაადგილდება განავალი კარგად ნაწლავებში და ეგ არის პრობლემა მოკლედ და მოსაგვარებელია, შეიძლება სერიოზული საწინააღმდეგო სისტემის დაავადება იყოს და თუ ადამიანს აქვს შეფერილობას პლუს მუდმივი ფაღარათი, ეს შეიძლება იყოს გაღიზემული ნაწლავის სინდრომი და შეიძლება იყოს ცელიაკია, შეიძლება იყოს გაღიზემული ნაწლავის სინდრომი და ყურადღება ჭირდება, რადგან ეს დაავადებები უმეტესად მართვადია, კარგად და შესაძლებელია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.